ჯანდაცვის სამინისტრო ჰერცეპტინით ძუძუს კიბოს მკურნალობას დააფინანსებს. სიახლე მინისტრმა 4 თებერვალს ჟურნალისტებს გააცნო. პროგრამის ფარგლებში რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტს 80%-იანი დაფინანსებით მიიღებენ. რაც შეეხება დედაქალაქის მოსახლეობას, მათთვის 1 თებერვლიდან ანალოგიურ პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს. მერიამ გარკვეული პერიოდის წინ გამოიჩინა მართლაც მნიშვნელოვანი ინიციატივა, როდესაც დაიწყო მოლაპარაკებები ერთ-ერთი ძვირადღირებული მედიკამენტის ჰერცეპტინის მწარმოებელ კომპანიასთან. ამ მოლაპარაკებებმა ჩვენ საშუალება მოგცა, რომ გაგვიფორმებია ურთიერთგაგების მემორანდუმი, ერთგვარი ხელშეკრულება, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი როშის ცენტრალურ ოფისში და ამითი შესაძლებლობა მოგვეცა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გაგვეხორციელება ის პროექტი, რაც უკვე მერიამ, ასე ვთქვათ, რასაც მერიამ საფუძველი ჩაუყარა და დიდ მადლობას ვუხდი მათ ამისათვის და თბილისის მერს პირადად. კერძოდ ეს გამოიხატება იმაში, რომ ძუძუს კიბოს პირველად სტადიებზე და სამწუხაროდ საქართველოში წელიწადში 1300-მდე შემთხვევა არის, მათ მე-5-ს ან მე-4-ს 20-25%-ს აქვს ესეთი სპეციფიური მდგომარეობა, როდესაც ჭირდება განსაკუთრებით ძვირადღირებული მკურნალობა. მაგალითად, შარშან წინა წლებში ამ მკურნალობის ღირებულება წელიწადში სადღაც 80,000 ლარამდე ადიოდა. შარშან თვითონ წარმოებელმა გარკვეულად შეამცირა ფასები და ეს ღირებულება ჩამოვიდა 50,000 წელიწადში და წელს სწორედ მერის მიერ ინიცირებული მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით ამ ხელშეკრულების გავრცელება მთელ საქართველოზე და უკვე კიდევ უფრო ჩამოსული არის ფასი, ანუ 1115 ამერიკული დოლარის ფარგლებში არის. წელიწადში საშუალო რაოდენობა არის 12-13 ამ პრეპარატის საჭიროების და ჯანდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე 80%-ს ამ ღირებულებისას. ასევე ძალიან ეფექტური პროექტი აქვს თბილისის მერიას და ამითი ფაქტიურად შეიკრა ის პირველი ნაბიჯი მთელი საქართველოს მასშტაბით, რასაც ქვია ყველაზე უფრო სამწუხაროდ საქართველოში ყველაზე უფრო გავრცელებულ სიმსივნურ დაავადებასთან ბრძოლის პირველი ქმედითი, ერთ-ერთი პირველი ქმედითი ნაბიჯები. ამ დრომდე მედიკამენტ ჰერცეპტინით პაციენტების მხოლოდ 5-10% მკურნალობდა. ეს მედიკამენტი საქართველოში არის 2006 წლიდან, ეს არ არის ახალი მედიკამენტი, ის იყიდებოდა ჩვეულებრივად სააფთიაქო ქსელში, თუმცა ხელმისაწვდომობა იყო საკმაოდ დაბალი. უხეშად რომ გითხრათ, დაახლოებით იმ ქალბატონების 5-10% ახერხებდა მედიკამენტის შეძენას, ვისაც რეალურად ჭირდებოდა. წინა წლებში ინდივიდუალური დახმარების გამო წელიწადში გთხოვდნენ, ჯანდაცვის სამინისტროს გთხოვდნენ სადღაც საშუალოდ 4 მილიონის ფარგლებში მხოლოდ ამ მედიკამენტს ჰერცეპტინზე. სამწუხაროდ ჩვენი ბიუჯეტი ლიმიტირებულია და ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ 9 მილიონის დაკმაყოფილება, ანუ მოთხოვნილი თანხის 1/8-ის მიცემა. ეხლა შეგვიძლია რომ ეს დანახარჯები რადიკალურად შევამციროთ და ჩამოვიყვანოთ მინიმუმამდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ონკოლოგიურ პაციენტ ქალებში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. მათ შორის 20-25%-ს ყველაზე აგრესიული HER2 რეცეპტორ დადებითი ძუძუს კიბო აღენიშნება, რომლის ადრეულ სტადიებზე განკურნების საუკეთესო საშუალება სწორედ ჰერცეპტინით მკურნალობის 1-წლიანი კურსია. გამოქვეყნებული იქნება იმ აფთიაქების სია, რომელშიც იქნება ფასდაკლებით ეს მედიკამენტები, ამ აფთიაქში უნდა აიღონ ეგრეთ წოდებული ანგარიშ ფაქტურა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა გქონდეთ ცნობა თავისი დაავადების შესახებ, ეგრეთ წოდებული ფორმა ნომერი 100 და ამ პროტოკოლში ცალსახად არის მითითებული, რა სახის და რა ხარისხის ლაბორატორიული დადასტურება უნდა გქონდეთ, რომ მათ სწორედ HER2 რეცეპტორ დადებითი ფორმა აქვთ ძუძუს კიბოსი და ამის შემდეგ მათ უნდა მომართონ ჯანდაცვის სამინისტრომ და აქ მოხდება ამ პროექტის ადმინისტრირება. მედიკამენტი ჯერ მარტო 2015 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა ესენციურ მედიკამენტად და შეიტანა მის ნუსხაში. მოგეხსენებათ, ესენციური მედიკამენტი ნიშნავს, ეს არის სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტი, ვინაიდან ამ მედიკამენტით მკურნალობა გადაარჩენს ქალბატონების სიცოცხლეს. და მეც როგორც ერთ-ერთი რიგითი ქალბატონი ამ ქვეყნის მოქალაქე ნამდვილად მიხარია, რომ დღესდღეობით ამ პროგრამის წყალობით ძუძუს კიბო აღარ იქნება განაჩენი ქალბატონებისთვის. პროგრამა თებერვლის შუიდან ამოქმედდება. სოციალურად დაუცველ მოსახლეობას კი მედიკამენტისადმი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ექნება.
24-დან 30 იანვრამდე ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაციის ინიციატივით საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ევროპის კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ფართო საზოგადოებრიობას, ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებსა და პოლიტიკოსებს დამატებით მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია დაავადების, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისა და ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის სარგებლობის შესახებ. სწორედ ამიტომ ჩვენც კიდევ ერთხელ შევეხებით დაავადებას, რომელიც სიხშირით მეოთხე ადგილზეა ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის. სოფლიოში ყოველწლიურად 500,000 საშვილოსნოს ყელის ახალი შემთხვევა აღინიშნება. ისევე როგორც ღვიძლის კიბოს შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელის კიბოც ძირითადი ტვირთი ვლინდება განვითარებად ქვეყნებში და 500,000 ახალი შემთხვევების 85% ვლინდება დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. ყოველწლიურად სოფლიოში დაახლოებით 260,000 სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდება, რომელიც ასოცირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოსთან და უმეტესი შემთხვევები ისევ დაბალი განვითარების ქვეყნებში ვლინდება. რაც შეეხება საქართველოს, საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა არის მეორე ადგილზე, ძუძუს კი ქალთა შორის ძუძუს კიბოთი ავადობის შემდეგ. ყოველწლიურად 250-300 ახალი შემთხვევა ვლინდება. ის 3-ჯერ 4-ჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე ძუძუს კიბოთი ავადობა, ხოლო სიკვდილიანობა 150-200 ქალი გარდაიცვალება ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოთი. მაშასე, საშვილოსნოს ყელის კიბო როგორც ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევა, რომლით ავადობაც რიგი ღონისძიებების გატარების შედეგად მნიშვნელოვანწილად ექვემდებარება შემცირებას. ბევრ შემთხვევაში ჩვენ ვერ მოქმედებთ ავადობაზე. ავადობის შემცირება ძალიან რთულია. სწორედ საშვილოს ყელის კიბო არის ის ლოკალიზაცია, სადაც სწორად ორგანიზებული სკრინინგის და ვაქცინაციის ერთობლიობით შესაძლებელია ავადობის შემცირება მკვეთრი. ანუ საერთოდ კიბოს განვითარებაზე ზემოქმედება რომ აღარ განვითარდეს კიბო. საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა და სიკვდილიანობა დაბალია მაღალ განვითარებულ ქვეყნებში. ამის უშუალო მიზეზი არის ის, რომ იქ ხორციელდება პრევენცია, კერძოდ სკრინინგი და იმუნიზაცია ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ. ქალის ჯანმრთელობა, ქალის ხელშია და აუცილებლად უნდა 3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიიღონ ამ პროგრამას, სკრინინგ პროგრამაში მონაწილეობა, რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით თუ მოსახლეობის 80% მიიღებს მონაწილეობას ამ სკრინინგ პროგრამაში, საშვილოსნოს ყელის კიბოს სიკვდილიანობა 95%-ით შემცირდება და ეს არის საკმაოდ მაღალი რიცხვი. სწორედ ამიტომ მთელი ევროპის მასშტაბით 24-დან 30 იანვრამდე განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ამ ვერაგი დაავადების შემთხვევაში სკრინინგის მნიშვნელობაზე. სკრინინგი გულისხმობს ჯანმრთელი პოპულაციის გამოკვლევას. განსხვავებით ადრეული დიაგნოსტიკიდან. ადრეული დიაგნოსტიკა არის ის პროცესი, როდესაც ადამიანს რამე შეაწუხებს თუ არა ის მიდის ექიმთან და რასაკვირველია უნდა მივიდეს. მაგრამ განსხვავებით ადრეული დიაგნოსტიკისგან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სკრინინგის კონცეფცია გულისხმობს აბსოლუტურად ჯანმრთელი პოპულაციის გამოკვლევას, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მოსახლეობის დიდი მასის გამოკვლევისას, რომელსაც არაფერი არ აწუხებს, სწორედ დავიჭიროთ კიბოს წინა მდგომარეობები, ან კიბო იმ სტადიაზე, როდესაც ის სიმპტომატიკას არ ავლენს. საერთოდ მინდა ხაზი გაუსვა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო განაჩენი არ არის, თუმცა დაგონებულ შემთხვევებში საკმაოდ შესაძლებელი არის საკმაოდ დიდი გართულებების წინაშე იყოს პაციენტი დამდგარი. ამიტომ მე მოუწოდებ ყველა პაციენტს, რომ სანამ კლინიკა დადგება, სანამ პაციენტს უხეში მანიფესტირებული კლინიკური გამოვლენები ექნება აღნიშნული დაავადების, აუცილებლად მოუმართოს გინეკოლოგს წელიწადში ერთხელ მაინც. დიახ, კიბოსგან გამოჯანმრთელების 100%-იანი შანსი და ეს არ გახლავთ ფიგურალური გამონათქვამი, ეს რეალობაა. მე მოუწოდებ ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით სამიზნე ჯგუფი 25-დან 45 წლამდე არის სასაკის ქალბატონები, აუცილებლად 3 წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ სკრინინგ პროგრამა და გამოვლინდეს ყელის კიბოს ფონური დაავადებები, მის წინამდებარე დაავადებები, რადგან ეს დაავადება ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ. თუმცა ქართულ რეალობაში დღესდღეობით სკრინინგით მოცვის პროცენტი არც ისე მაღალია. გაცილებით მეტი, ვიდრე პროგრამის დასაწყისში და გაცილებით ნაკლები, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. მომართვიანობა ჩვენთან თავიდან იყო ძალიან დაბალი, დინამიკა მომართვიანობის ყოველწლიურად მატულობს, თუმცა ამ შემთხვევაში კარგია, რომ ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და გვინდა უახლოეს რეალურ პერიოდში მივახციოთ მიზნობრივი, მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის მოცვის ევროპულ სტანდარტს. ეს არის სადღაც 60-70% იმ ჯგუფის ასაკობრივი ჯგუფისა, რომელსაც ჩვენ ვუტარებთ სკრინინგს.
რადგან სწორედ ამ პროცენტის შემდგომ იწყება ძალიან დიდი სიკეთეები, რაც კრინინგ შეუძლია მოუტანოს საზოგადოებას. და მაინც რაში უნდა ვეძებოთ მოცვის ესოდენ დაბალი მაჩვენებლების მიზეზი, ან თუნდაც მიზეზები. ჩვენ რომ მიზეზების ანალიზი გავაკეთეთ, მივედით ერთ ძალიან საინტერესო დასკვნამდე. მიზეზი შეიძლება იყოს რამოდენიმე. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ფინანსური ხელმისაწვდომობა მოსახლეობის მხრიდან. ამ შემთხვევაში ფინანსური ხელმისაწვდომობა არის 100%-იანი მოსახლეობისთვის, რამე თუ ხალხს უსვენ მოსახლეობისთვის, ეს პროგრამა არის აბსოლუტურად უფასო. მთლიანად პროგრამა იფარება საქართველოს ბიუჯეტიდან. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეორე. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობას რაც შეეხება, ჩვენ დავიწყეთ ეს თბილისში წლებთან ერთად, შემდგომ მთელ საქართველოში დღეს პროგრამა ხორციელდება მთელ საქართველოში. თბილისში ამას ახორციელებს 26 ორგანიზაცია, რეგიონებში 40-ზე მეტი. ანუ პრაქტიკულად თითქმის მთელი საქართველო გვაქვს დაფარული. ერთ-ერთი მიზეზი კიდევ რაც არის, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალური მიზეზია, ეს არის მოსახლეობის შიში. ვაიმე რამე ცუდი არ მჭირდეს. მინდა მიმართო მოსახლეობას, რომ პირველ რიგში უსურვებ მათ, რომ იყვნენ ყოველთვის ჯანმრთელები, ბედნიერები და მდიდრები. მაგრამ ჯობია ჩვენ თუ კი რამე ხდება, ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ და გაძლევთ აბსოლუტურად პასუხისმგებლობით ამ ინფორმაციას, რომ ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში, ბევრ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ ადამიანს თავიდან ავაცილებთ კიბოს განვითარებას, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი კიბოს წინა დაავადების დროული და სწორი მკურნალობით და თუ სამწუხაროდ კიბო მაინც აღმოცენდა, მას დავიჭერთ მის საწყის სტადიაზე, როდესაც მკურნალობის ეფექტურობა არის მაქსიმალური. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ისეთივე განკურნებადი დაავადება, როგორც ყველა სხვა, მხოლოდ ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში. არსებობს ესეთი პაციენტებიც, რომლებიც უკვე ჩემს კლინიკაში მოდიან манифестირებული ყელის კიბოს კლინიკით, როგორიც არის წელის ტკივილი, წესებული გამონადენი, სისხლიანი გამონადენი და ამ შემთხვევებშიც ეს უკვე არის არა დისპლაზიები, არამედ უკვე საშვილოს ყელის კიბოს პირველი მეორე სტადია და სამწუხაროდ ასეთი პაციენტები მაინც გვევლინებიან მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სკრინინგ პროგრამა. სკრინინგ პროგრამა არსებობს. არსებობს სრულიად უსასყიდლოდ, მაღალი დონის მომსახურებით, თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გადარჩენისათვის. თქვენი მხრიდან კი მხოლოდ ერთია საჭირო: სურვილი თავად შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შეუნარჩუნოთ ის საკუთარი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 220 35 ეს უფასო ნომერი არასაკვირველია, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაიგოს სრული ინფორმაცია, მათ შორის მისთვის უახლოეს გეოგრაფიულ ადგილას შეუძლია ჩაიტაროს ეს კვლევა. და ბოლოს, საშვილოს ნოსყელის კიბოსთან ბრძოლის კიდევ ერთი უაღრესად ქმედითი იარაღი: ვაქცინაცია ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ. ადამიანის პაპილომა ვირუსი. ეს არის ის პათოლოგია, რომელიც ნანახი იქნა საშვილოს ყელის კიბოს შემთხვევების 80-90%-ში. მე მინდა რომ მოსახლეობამ გაიგოს სწორად. ყველა ქალბატონი თავის ცხოვრების მანძილზე მათი 1/10, ანუ 10% რაღაც ეტაპზე ტარებელია ადამიანის პაპილომა ვირუსის. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული, რომ ყველა მათგანი, ან მათი რაოდენობის 70% საშვილოს ყელის კიბოთი დაავადება, არავითარ შემთხვევაში. სხვანაირად შევხედოთ. საშვილოს ყელის კიბოს განვითარებული შემთხვევების 70-80%-ში კიბო გამოწვეულია პაპილომა ვირუსით. აი ესე შევხედოთ. უდიდესი მიღწევა იყო საშვილოს ყელის კიბოს ვაქცინაცია. მინდა აღნიშნო, რომ პირველად 2008 წელს ნობელის პრემია მიენიჭა პროფესორს ჰარლად ჰაუნზენს, რომელმაც პირველად დაადგინა საშვილოს ყელის კიბოს ვირუსული ეტიოლოგია და მიუთითა ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არის პროფილაქტიკური ვაქცინა და არა თერაპიული. ანუ ვაქცინაციის შემდგომ გოგონას აღარ დაემართება მარტივად რო თქვა თუ პარტნიორი შეხვდა დარებელი. გადადების გზა არის მხოლოდ
სქესობრივი, სხვა გადადების გზა არ არის. ამიტომ არის რომ იძახია და მნიშვნელოვანია რომ გოგონას ვაქცინაცია ჩაუტარდეს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. ამით ჩვენ გოგონას, როდესაც ის უკვე დაიწყებს სქესობრივ ცხოვრებას, ვიცავთ პოტენციურად თუ მას შეხვდა პარტნიორი, ვინც არის ადამიანის პაპილომა ვირუსის მტარებელი, ამ გოგონას აღარ გადაეცემა ეს ვირუსი მარტივად რო ვთქვათ. ვაქცინა არის ორნაირი, მსოფლიოში მეტიჯერ არ არის, წარმოებული ერთი არის ამერიკა, გარდასილია, ამერიკამ წარმოებული და არის კვადრივალენტური, ანუ 4 ქვეტიბზე მუშაობს და არის ბრიტანული ცერვარიქსი, ბივალენტური, ანუ 2 ქვეტიბზე მუშაობს. ორივე არის კარგი. არ შეიძლება ითქვა, რომ ერთი ჯობი ან ვერ. ორივე არის ძალიან კარგი, ძალიან გამოცდილი და რეკომენდირებულია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და ბევრ ქვეყანაში შეტანილია ეგრეთ წოდებულ კალენდარულ გეგმაში. არსებობს ევროპის სხვა ქვეყანა, როგორც არის გერმანია, დანია, ავსტრია, საბერძნეთი, ლუქსემბურგში ხორციელდება აღნიშნული ვაქცინაცია მოზარდებში უფასოდ და სკოლის კალენდარში არის ჩასმული. მაგალითად ავსტრიაში ვაქცინაციას უტარებენ როგორც ბიჭებს, ასევე გოგოებს 9-დან 16 წლამდე. ასევე საკმაოდ კარგი შედეგი აქვს და 2008 წლიდან უკვე დაიწყეს ვაქცინაცია ინგლისში გოგონებს შორის და ისიც ასევე სკოლის კალენდარში არის ჩართული. თუმცა მინდა ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთშიც არის უფასო ვაქცინაცია, თუმცა ვაქცინაციაში მონაწილე მოზარდების რაოდენობა არ არის მაინც დიდი. ეს უკვე თვითონ ინფორმირებულობაზე არის დამოკიდებული ყველაფერი. და კვლავ ინფორმირებულობა, უფრო ზუსტად კი მისი დეფიციტი, სადაც თავს იყრის ყველა გზა, თავს იყრის ყველა კითხვის ნიშანი. ინფორმაციის და მხოლოდ სარწმუნო კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება ერთის მხრივ და მისი მიმღეობა მეორეს მხრივ არის ის მთავარი მიზანი, რომლის მიღწევის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება სწრაფვა მთავარი მიზნისკენ, სახელად საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს გაჯანსაღებისთვის. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი განთავსდება. მშენებლობის პროცესი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. დავით სერგეენკომ კლინიკის მენეჯმენტ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციის გაკეთებისთვის მადლობა გადაუხადა და პროექტის განხორციელებაში საყოველთაო ჯანდაცვის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. დღეს ჩვენ ვიყავით კლინიკის ხელმძღვანელთან ერთად სამშენებლო არეალზე, სადაც მართლაც სამეცნიერო მასშტაბის ინსტალაცია მიმდინარეობს. აქ ცოტა ხანში იქნება რიგით მესამე ამოჩქარებელი, იქნება ეგრეთ წოდებული ბრახითერაპიის და პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფიის სპეციალური ტერმინები არის, რომელიც გამოიყენება ონკოლოგიაში როგორც დიაგნოსტიკის, ზუსტი დიაგნოსტიკის, ასევე ზუსტი მკურნალობისთვის და მე მართლაც მადლობელი ვარ ამ კლინიკის, რომ ასეთი წარმატებული ინვესტიციას ახორციელებენ. ისინი მათი მენეჯმენტი მართლაც გამორჩეულია, თუმცა ცალსახად საყოველთაო ჯანდაცვამ მეტი შესაძლებლობა მისცა მათ ამ პროექტების გასავითარებლად. ახალი ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი 2016 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება. მისი მეშვეობით ონკოლოგიური პაციენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას საქართველოში მიიღებენ და ამისთვის საზღვარგარეთ წასვლა აღარ დაჭირდებათ. ონკოლოგიური დაავადება მატულობს, ამიტომ გადავწყვეტეთ ჩვენ მივიღოთ რომ კიდე შეგვეძინა 2 სხეული ამოჩქარებელი. ეს არის იგივე ამ თაობის, ბოლო თაობის აპარატი. და კიდე ბრახითერაპია. როგორც მინისტრმა მოგახსენათ, საქართველოში არ არის დღეს პოზიტრონული ემისიონური ტომოგრაფია, ამიტომ ჩვენი ავადმყოფები 80% თითქმის გადის საზღვარგარეთ. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ონკოლოგიური მიმართულება 2014 წლიდან მოქმედებს. დღეს თბილისის მერიაში დედაქალაქის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე გასული წლის მუშაობა შეაჯამეს და ჟურნალისტებს გამოძახებების სტატისტიკა წარუდგინეს. 2015 წლის განმავლობაში საკმაოდ მძიმე წელი იყო. 623,000 გამოძახება შესრულდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ. აქედან 150,000 დასრულდა ჰოსპიტალიზაციით. რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, საკმაოდ კარგი შედეგი არის. ეს აისახა სამსახურის საკმაოდ დიდ დატვირთულობაზე. ასევე დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში შეძენილი იქნა რამოდენიმე ავტოსანტრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილი არის თანამედროვე ტექნოლოგიებით და სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. საშტატო ერთეულები და ბრიგადების რაოდენობით ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ ევროპულ სტანდარტებს.
ეხლა უბრალოდ მიმდინარეობს მუშაობა ჯანდაცვის მინისტრის ეგიდით, მიმდინარეობს მუშაობა გარკვეული პროტოკოლების დანერგვაზე, რომელიც გულისხმობს არა ბრიგადების დამატებას, არამედ ზარების რანჟირებას. ანუ გადამისამართებას ოჯახის ექიმთან და პირველად ჯანდაცვის რგოლში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დისპეჩერიზაციისა და ჰოსპიტალიზაციის დახვეწაზე მუშაობს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მისაუბრა. ჩვენ დიდ ყურადღებას და აქცენტს ვაკეთებთ იმ საკითხებზე, რომელიც ჯერ კიდევ გამოწვევების სახით გვაქვს და მოსაგვარებელია. ეს არის დისპეჩერიზაციის საკითხი, ეს არის ჰოსპიტალიზაციის საკითხი, დღესდღეობით ეს პროცესები ამ პროცესებში ადამიანური ფაქტორი, ასე ვთქვათ, უფრო დიდწილად მონაწილეობს. ჩვენ საუბარი გვაქვს ახალი სოფტის დანერგვაზე, იმისათვის რომ ადამიანური ფაქტორი გამოირიცხოს და პირდაპირ პროგრამულად მოხდეს იგივე ჰოსპიტალიზაცია, დისპეჩერიზაციისთვის შემუშავდეს გაიდლაინები. ეს ყველაფერი ის პრობლემები და ის საკითხებია, რომელიც, რა თქმა უნდა, დროში შეამცირებს მომსახურებას და დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომელიც, ასე ვთქვათ, უფრო სწრაფ მომსახურებასთან იქნება დაკავშირებული. მეცნიერების ხელშეწყობის ამერიკის ასოციაციის ყოველწლიურ შეკრებაზე გაკეთდა მეტად საინტერესო მოხსენება სხვადასხვა ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების ავადობასა და სიკვდილობაზე გავლენის შესახებ. აღმოჩნდა, რომ 5.5 მილიონი ადამიანი ჩვენს პლანეტაზე ნაადრევად იღუპება საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენების ატმოსფეროში მოხვედრის გამო. სიკვდილის შემთხვევების 55% ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის, სადაც ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდება. კანადელი, ამერიკელი, ინდოელი და ჩინელი მეცნიერების მიერ წარმოდგენილი იქნა პროგნოზებიც, რომელთა მიხედვითაც უახლოესი 20 წლის განმავლობაში ჰაერის ცუდი ხარისხის გამო მიღებული ზომების მიუხედავად სიკვდილობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზებია ელექტროსადგურები, ტრანსპორტის გამონაბოლქვი აირები და ნახშირის წვის ნაწილაკები. ინდოეთში ამ მიზეზებს შორის უპირველესი ნაკელისა და სხვა ბიომასის დაწვაა, რასაც ქვეყანაში საკვების მოზამზადებლად და საცხოვრებლის გასათბობად მასიურად იყენებენ. ჩინეთში კი ამ მხრივ ძირითადი დამნაშავე ნახშირის წვა, რომლის შედეგადაც პეკინის ცინხუას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორის ცაო მას გათვლებით 2013 წელს 366,000 გარდაცვალება დაფიქსირდა. დედამიწის მოსახლეობის 85% იმ რაიონებში ცხოვრობს, სადაც მაღალია ჰაერის დაბინძურების დონე. აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურება მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ადამიანთა სიკვდილობის რისკ ფაქტორებს შორის და წამყვანი ფაქტორია ავადობის განვითარებაში. აღნიშნავს კანადელი პროფესორი მაიკ ბრაუერი ვანკუვერის უნივერსიტეტიდან. შესაბამისად, ნარჩენების შემცირებას შეუძლია ქმედითად გააუმჯობესოს მოსახლეობის ჯანმრთელობა. 21 საუკუნის პირველი 50 წლის განმავლობაში მიოპიის მქონე ადამიანთა რაოდენობა 7-ჯერ გაიზრდება. ასეთ პროგნოზს აკეთებენ ავსტრალიელი და სინგაპურელი მეცნიერები. შემთხვევათა 20%-ში დაფიქსირდება მიოპია, რომელიც კატარაქტისა და სიბრმავის განვითარების მიზეზად მოგვევლინება. ასეთი დასკვნის საფუძველი კი იმ 145 კვლევის ანალიზი აღმოჩნდა, რომელშიც 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გაირკვა, რომ 1970-დან 2000 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიოპიის შემთხვევათა რაოდენობა ორჯერ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კი სინგაპურის, ჩინეთისა და იაპონიის ჩათვლით ახლომხედველი მოზარდების რიცხვი 80-90%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში 2000 წლისთვის ჩვენს პლანეტაზე მიოპია აღენიშნებოდა 1406 მილიონ ადამიანს. ავტორების აზრით, დაავადების ასეთი სიხშირე განპირობებულია ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის გავლენით. უმთავრესი კი, რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, გახლავთ ადამიანის მიერ სუფთა ჰაერზე გატარებული დროის ხანგრძლივობა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ისინი, ვინც ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა სუფთა ჰაერზე, ნაკლებად ექვემდებარებოდნენ ახლომხედველობის განვითარების რისკს. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ციფრი ამ შემთხვევაში შენობის გარეთ მინიმუმ 4 საათის გატარება. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვნად უმსუბუქებს დანაშაულს კომპიუტერულ თუ სხვა ტექნიკურ მოწყობილობებს, რომელთაც როგორც წესი ყველაზე მეტად დებენ ბრალს მიოპიის განვითარებაში. იმ დროისთვის, როცა აღნიშნული კვლევები ტარდებოდა, ამ ტიპის ნივთები ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ შემოსული ჩვენს ყოფაში, აღნიშნავენ ოფთალმოლოგები.